ჩვენ თუ არ არის ამ თემაზე შეკითხვები ან თქვენ თუ არ გაქვთ ამაზე რამე სათქმელი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე ეს არის თქვენი გადადგომის თემა თუ კომისიის წევრები არ იქნებიან წინააღმდეგები ჩვენ პატარა ქრონოლოგიურ ესე ვთქვათ შესავალს გავაკეთებ და მე თქვენ გითხარით რა როგორ იყო იმიტომ რომ მე მაგალითად დავიბენი მაშინ როცა წაბრძანდით სხვა ვერსია თქვით რატომ გადადექით ბრიფინგი გქონდათ მე ინტერვიუებში სხვადასხვა მიზეზი დაასახელეთ ბოლო ჟამში ბოლო დროს გულისხმობ ინტერვიუებში განაცხადეთ რომ იმედგაცრუებული იყავით ოცნებით და მისი ლიდერშიფით იმიტომ წახვედით და მრავალი ვერსია რის გამოც თქვენ გადადექით მაგრამ ქრონოლოგიურად რომ გიფრთხილდებოდით ქალბატონთია გულწრფელად გეუბნებით გიფრთხილდებოდით მე მიფრთხილდებოდი გუნდს უფრთხილდებოდით გულწრფელად გეუბნებით გუნდს უფრთხილდებოდი და დელიკატურობის რაღაც ფორმალური წესების ადამიანობის კონტექსტში ის დავიცავი და ნუ მე თქვენ მოიქეცით ისე როგორც მოიქეცით და მე ვთქვლიო დღეს უკვე მორალური რაღაც დიდი ვალდებულებები აღარ ამაქვს სამწუხაროდ მე როგორ მოიქეცი ამ შემთხვევაში მე გუნდს გულისხმობ მე თქვენ როგორ მოიქეცით კი ბატონო ამაზეც ვიმსჯელოთ სწორედ აი თქვენ როგორ მოგვექეცით ეს მინდა გკითხოთ თუ არ მოსვენებს ეს კითხვა 2021 წლის 15 თებერვალს მე თქვენ და კიდევ რამდენიმე ადამიანი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვაებიც ვიყავით პოლიცსაბჭოს წევრები იმავდროულად თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი მე ამ დროს უკვე დეპუტატი ვარ პარლამენტში ვარ და პოლიცსაბჭოს წევრებს და უმრავლესობას შორის 15 თებერვალს იმართება პარტიის ოფისში სადაც დიდი დარბაზია იცით იყო იმ ძველ ოფისში ყოველთვის იქ ვიკრიბებოდით იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყრიდა ხოლმე თავს იქ ჩვენ შევიკრიბეთ გაიმართა დისკუსია მელიას დაკავებასთან თუ გახსოვთ ივანიშვილი ესწრებოდა ამ სხდომას ეს თქვენ მითხარით რა გახსოვთ არა მე უბრალოდ კითხვა დავსვი კითხვებს საქმე ვსვამ დიახ და აი ამ შეხვედრაზე რო გითხრათ რა იყო როგორ იყო ამ შეხვედრაზე მე აქტიური როლი არ მქონია მაგრამ ის ორი ყური მქონდა რომელიც დღეს აქ მოვიტანე და იგივე მახსოვრობა მქონდა მგონია და თქვენი პოზიცია როგორც პრემიერ-მინისტრი საკმაოდ კარგად მახსოვს მაგრამ მაინც ვლაპარაკობ კონტროლის ქვეშ იმ ადამიანების ვინც მაშინაც დეპუტატები იყვნენ ასეთია ბატონი გურამი თუ სწორად მახსოვს ბატონი ალუდა მგონი არ მეშლება თქვენ ბრძანდებოდით ამ შეხვედრაზე ბატონო სოზარ თქვენ ბრძანდებოდით როდესაც მელიას დაკავების საკითხზე უმრავლესობა 15 თებერვალს შეიკრიბა ბატონი ალეკო ამდენი ადამიანი იქ ვესწრებოდით აი იმ დღიდან მოყოლებული თუ ხდება ცოტა უფრო ადრეც რომ მოვყვეთ ქრონოლოგიურად რა მიგიყვანათ გადადგომის გადაწყვეტილებამდე მე ღიად ვამბობ მაშინ გითხარით კიდეც მოვიწერე კიდეც მე მგონი გუნდში ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში რამხელა იყო იმედგაცრუება თქვენი ამ ნაბიჯით გამოწვეული იმიტომ რომ თქვენ დიახ იყავით ჩვენი ლიდერი და მე ვერ წარმომიდგენია აი თუ მიწისძვრა მოხდა თქვენს გარშემო ან მსგავსი რაღაცა ხო შეიძლება ადამიანს დაემართოს მიწისძვრის მსგავსი რომ ასე დაყაროს ყველაფერი გუნდი რომელიც მას ენდობა რომელიც მას 20 ივნისის მერეც კი კითხვებს უსვავს მაგრამ შიგნით და აგრძელებს მასთან მუშაობას მე ტინდობა რა უნდა გამოგვეცხადებინა და ასე შემდეგ თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მოწმენდილ ცაზე და ტოვებთ თანამდებობას და შემდეგ ვერსიები არის მრავალგვარი აი თუ გნებავთ მოგვიყევით და მერე კითხვები დავსვათ არ გინდათ რომ გამოიყენოთ ეს დრო
ჩართეთ თორემ არ ისმის და ეს თქვენთვის არ არის კარგი რომ არ ისმის კითხვებით დავიწყოთ რა არის აქ რაღაც მე ფიქრობ რომ მაშინ 15 თებერვალს ბევრად უფრო დინამიური იქნება თქვენ სწორად მახსოვს თუ არა რომ როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ასეთი მოთხოვნა და პოზიცია და მხარს უჭერდით იმ პოზიციას რომ მეორე დღეს როდესაც შეიკრიბებოდა უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე ხარი დაეჭირათ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მოეხსნათ ბატონი მელიასთვის იმუნიტეტი. გქონდათ თუ არა ეს პოზიცია? დიახ, მე მქონდა ეს პოზიცია, უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც მაშინდე არ მახსოვს მაშინ რა თანამდებობაზე იყო. ვერ დეპუტატებთან რაღაც პრობლემები იყო, ყველა არ ეთანხმებოდა, მაშინ კობახიძე მოვიდა ჩემთან კაბინეტში, ძალიან კარგად მახსოვს, მთხოვა რომ მე მივსულიყავი პარლამენტში პარტიაში მესაუბრა დეპუტატებთან მითხრა რომ დეპუტატების დათანხმება საკმაოდ რთულია ამ იმუნიტეტის მოხსნაზე არიან ადამიანები რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ და მჭირდება შენი მხარდაჭერა რომ იქნებ ეს ხალხი მომეხმარო რომ დავარწმუნოთო მე ვთხარი არანაირი პრობლემა არ არის მივედი ეს შეხვედრა შედგა იგივე პოზიცია დავაფიქსირე დიახ მე ეს პოზიცია მქონდა გავაგრძელებ მეკითხების დასმას. კარგი, თქვენ ეს პოზიცია, ესე იგი, რაღაცა სწორად გვახსოვს და არ ვიტყუებით. ძალიან კარგი, თქვენ შეამჩნიეთ მეც მახსოვს. კარგია, რომ ეს გახსოვთ. მაშინ მე რა მახსოვს გეტყვით, რომ ზოგიერთი დეპუტატი წამოდგა და კითხულობდა ასეთ რამეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იყო მაშინ. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკითხებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის ნომერ პირველი წარმომადგენელი იქ იყავით თქვენ. ისინი კითხულობდნენ, დაზღვეულია თუ არა რისკები საგარეო პლანზე, რომ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა და ასე დაკავება ძვირად არ დაუჯდება ჩვენ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურად. ამ კითხვას ვამდნენ და გასაგებია რომ თქვენ გეკითხებოდნენ, იმიტომ რომ იმ საგარეო მინისტრის ხელმძღვანელი თქვენ იყავით. და მეორე იყო რომ ჩვენ რომ მოუხსნათ იმუნიტეტი, აღასრულებთ თუ არაო დაკავების გადაწყვეტილებას. ანუ გარანტიებს ითხოვდნენ, ასე ვიტყოდი, რომ დაზღვეული გაქვთ თუ არა საგარეო პოლიტიკური რისკიო, ვისთვის უნდა ეკითხა ახლა დეპუტატს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელისთვის და აღასრულებთ თუ არა ნამდვილად. ახლა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ დეპუტატს რატომღაც ამის არ ჯეროდა. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად მთელი ეს წლები მუდმივად ბევრ ამას უფრთხილდებოდით. ბევრ რაღაცას ვითვალისწინებდით. გარედან შემოსულ რჩევებსაც, ბევრს. და დეპუტატები ფიქრობდნენ, რომ რაღაც არ იყოს ისეთი, რომ ჩვენ მოვუხსნით იმუნიტეტს და შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება არ დააკავებს. თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ასე იყო, რასაც ახლა მევყვებით, ან ნელა ვყვები, რომ რაღაცა ისეთი არ თქვა, რაც შეიძლება ოდნავ გადაჭარბებული იყოს. ზუსტად ასე იყო. არ მახსოვს კონკრეტულად ვინ, მაგრამ ხალხი ორი მთავარი კითხვა იყო, აღასრულებთ თუ ვერ აღასრულებთ და საგარეო ფაქტორები და უცხოეთი ევროპა რას იტყვის. ამაზე ღელავდნენ ძალიან, კი. მონაწილეები ადასტურებთ, რომ ეს იყო ორი ძირითადი, რასაც გარანტიას ითხოვდით. ეს იყო უბრალოდ კიდევ ერთ დავამატებთ, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან იყო არამხოლოდ პასუხი, რომ დიახ, რა თქმა უნდა, აქ იყო ორი თემა, ორი გამოწვევა. ერთი ის, რომ თქვათ მაშინდელი ნაცმოძრაობის თავმჯდომარეზე მელიაზეა და მის დაკავებაზე საუბარი, რომელზეც ცალსახად ყველა ვიყავით შეთანხმებული, რომ პატივს არცებდა არც ქართულ კანონმდებლობას, გამოწვევა გაუკეთა სახელმწიფოს პირდაპირ აიქ პარლამენტის წინ სამაჯურის გადაგდებით, რომ ვიწევ სახელმწიფოს, რომ ვერც დამაკავებთ და ვერც ვერაფერს ვერ ვიზავთ, ანუ რეალურად მაშინდელმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარე მელიამ გამოწვევა გაუკეთა სახელმწიფოს, რომ ის დაარღვევს კანონს
აღკვეთის ღონისძიების მნიშვნელოვანეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაარღვია აქციაზე საჯაროდ, პრაქტიკულად ხელთათმანი ესრულა მაშინდელ სახელმწიფოს და გამაგრდა თავის ოფისში. რეალურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებდით აი ამ პოლიტიკურ პროცესს და მაშინ გამოწვევა ეს იყო სწორედ, რომ ამაზე რეაგირება ბუნებრივია, რომ უნდა მომხდარიყო და იმ შემთხვევაში, კარგად მახსოვს ძალიან, თუ კი მიიღებდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მომხდარიყო ეს მელიას, შემოვიდოდა უпроსტად პროკურატურა მელიას იმუნიტეტის მოხსნისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი მეთაური რამდენად იყო მზად და ხო არ იყო რაიმე ტიპის რისკები მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. თორე გასაგებია კითხვები იყო, რა თქმა უნდა, დეპუტატების მხრიდან, რომ იყო თუ არა მზად და საგარეო გამოწვევები როგორ იქნებოდა და ასე შემდგომ, მაგრამ თავარი აქ ის მომენტია, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ამ გამოწვევაზე სახელმწიფოს უნდა ეპასუხა. სხვა შემთხვევაში ჩამოშლილი იყო სახელმწიფო, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციიდან გეუბნება, რომ ამ გირაოს პირდაპირ საჯაროდ უარს ვამბობ და ვერ დამაკავებთ აღკვეთ ღონისძიებას, ნუ გასაგებია უკვე უტყავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს. აი ესეთი რეალური გამოწვევა იყო, რაზეც მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან იყო არათუ კონკრეტული პასუხი, რომ რა თქმა უნდა, დიახ, თუ კი მოხდება ასეთი შემოსვლა და ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაკავებასთან დაკავშირებით, აღსრულება იქნება აუცილებლად ჩატარებული, მეტიც აქეთ იმ დეპუტატებს გისგან ითხოვდა, რომ საერთოდ კითხვა რატო ისმევა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა პასუხი გასცეს ასეთ გამოწვევას. ანუ იმ ხარისხის დამაჯერებლობა იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ იქ ეჭვის ნატამალი არ შეპარვია არავის ისე დასრულდა ეს შეხვედრა, ეს საზოგადოება უნდა იცოდეს. ეჭვის ნატამალი, ის კი არა რომ თქვა რომ რა ვიცი, ეხლა მე მეთაური ვარ და თუ იქნება ამას აღვასრულებთ. ასეთი კი არ იყო. იყო ძალიან კატეგორიული, პირიქით, რომ ეს კითხვა როგორ შეიძლება დასვას დეპუტატმა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებამ ეს ვერ შეასრულოს. ანუ ეჭვის ნატამალი არ ქონდა არცეც შეხვედრის დასრულების შემდგომ, რომ ამ გადაწყვეტილებას აღასრულებდა მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლება. მადასტურებ, ზუსტად ასე იყო. მადლობა და ბანო გიორგი, ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის კითხვა არის, რომელიც მაშინ სვავდა და მოკლედ ბატონი ზარქუასი და ითხოვა, რომ ეს კითხვა მე დამისვა ახლა თქვენთვის. ხო, თქვენ მან დაგისვათ მაგ დროს ეგეთი კითხვა, რომ დაუშვათ აი ამ დროს, სადაც თქვენ ითხოვდით, როდესაც თქვენ ითხოვდით კაფე ოპოზიციას, რომ ეს აღესრულებინათ, იყვნენ თუ არა ერთის მხრივ ელჩები და მოკლედ საგარეო ფაქტორი რამდენად ასე ვთქვათ იყო ამ შემთხვევაში გადასხვეული. თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ბოდიშსუხთის საზოგადოებას რას კითხულობ, რაზე ვლაპარაკოთ, ბატონო ირაკლის რაშია წუხე გულიო ესე უთხრა. უფრო სხვა სიტყვებით, კი, დაახლოებით, ხო, უბრალოდ საზოგადოებას. ზარქუა რაშია წუხე გულიო, დასაჭერია და უნდა გააწყალე, რაგული გააწყალე, ზარქუა, ბოდიშსუხთი, დავასრულე ერთი წუთი, როგორი ლექსიკაა, კაცო, დავასრულებ თქვენ სიტყვაში თქვით. ხო, პატივისცემით მიმართოთ ერთმანეთს, მე ხო ამას ითხოვთ და ნუ არ გვქ, თორე მე ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ რამეში ვალში დაგჭეთ დამერწმუნეთ რა. ხო, ყველა იცინით. ეხლა ხო კითხვას რო დავუბრუნდეთ, ნახეთ, თქვენ უთხარით ეგეთ რამე რა, გააჭირე საქმე რა გააწყალე, ესე პირდაპირ ასე ვთქვათ, რო გითხრათ თქვენი სიტყვები. მოკლედ, დასაჭერია ირაკლი და ჩვენ ვის რა უნდა ვკითხოთ? ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და მოქმედებთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს იყო პასუხი. ადასტურებთ რომ ასე იყო, დიახ, მაშინაც ესე ვფიქრობდი და ახლაც ესე ვფიქრობ. კეთილი. ახლა თქვენ არ ვიცი, ბევრი რამ არ გახსოვთ და იქნებ გაიხსენოთ, თხოვნა იქნება. ხო, ნუ არ ვიცი. ჩემი თხოვნა იქნება დაძაბოთ გონება, მოიგრიფოთ და გაიხსენოთ იმ უმრავლესობის შეხვედრაზე, სადაც თქვენ ბრძანდებოდით. თქვენ იყავით ასეთი სტატუსით. უფრო მნიშვნელოვანია რამე შემიძლია დაგელოდოთ. კეთილი. მოკლედ,
თქვენ იყავით ერთადერთი სტატუსით მოსული. თქვენ ითხოვდით ჩვენგან პარლამენტის წევრებისგან, მაშინდელი პარლამენტის წევრებისგან, რომ მოგვეხსნა იმუნიტეტი. მე როგორც და ბატონი გურამი აქედან და ბატონი ალეკო ვიყავით იმ დროს იურიდიული კომიტეტის წევრები. პროცედურა ალბათ გახსოვთ, რა ასეთი არის, რომ ჯერ იურიდიული კომიტეტზე გადის ეს საკითხი, როგორც მახსოვს მაშინ დღევანდელი თქვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც მაშინ პარლამენტში იყვნენ, ისინი ესწრებოდნენ იურიდიული კომიტეტს. ეხლა არ ვიცი, შეიძლება ბატონი დაუშვილი არ ვიცი თქვენთან არის თუ არა, მოკლედ ყოველ შემთხვევაში ბიშა ესწრებოდა. იურიდიული კომიტეტზე უნდა გასულიყო ეს საკითხი, იურიდიული კომიტეტზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა, იურიდიული კომიტეტზე ხარ უნდა დაგვეჭირა და შემდეგ უკვე სესიაზე ყველას უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ ითხოვდით რომ კაფიოთ ჩვენ მიგვიღოს გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან, ზოგადად დეპუტატების მხრიდან, იყო ასეთი რამ, რომ ეს ჩვენ რომ ამას გავაკეთებ და რა თქმა უნდა ამას გავაკეთებ და მე ამიტომ გთხოვეთ რომ ეკნებ გაიხსენოთ რომ რაც ქალბატონმა თიამ თქვა რომ გამოსვლელები იყვნენ დეპუტატები და აზრს აფიქსირებდნენ ერთ-ერთი გახდით მე წინა რიგში ვიჯექი სადაც თქვენც იქ ბრძანდებოდით და სადაც ჩემი პოზიცია იყო და დღესაც ვადასტურებ ცხადია რომ თითქმის სრულ თანხმედრაში ჩვენს პოზიციებში რომ ეს ანუ თქვენ იზახდით რომ ან ამას გავაკეთებთ ეხლა და გავაკეთებთ ამ ფორმით რომ ამას აღვასრულებთ ან არა და ზოგადად მაშინ უნდა წავიდეთ ხელისუფლებიდან და სახელმწიფომ უნდა ასე ვთქვათ ფუნქცია დაკარგოს. სახელმწიფო კი ბატონო. დიახ, ერთ-ერთი იყო ჩემი გამოსვლას რომ დიახ და ვაფიქსირებდი პოზიციას. დღესაც ვიძახი მართებულობას რომ ცხადია, ბუნებრივია რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. სხვა შემთხვევაში ორი აზრი აქ არ იარსებებდა. ადასტურებთ რომ თქვენ ეს ასე იყო. დღესაც იგივეც ვფიქრობ. სამივე ცალ-ცალკე დაგიდასტურეთ. ესე მადლობა. ეხლა ერთი კითხვა. რა კი ადასტურებს? ერთი კითხვა. მე როგორც გუნდის წევრი. ხომასია, ერთ-ერთი გუნდის წევრი და პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც მე ინდივიდუალურად უნდა მივიღო გადაწყვეტილება. სადაც გუნდური პრინციპიდან გამომდინარე. მივიღეთ გადაწყვეტილება რა, რასაც ახლა ჩვენ სრულ თანხმედრაა და ზუსტად ეგრე იყო, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ და მაღაზიაზე ვიყავით მე და თქვენ თუნდაც. მე როგორც ერთი გუნდის ერთი რიგითი წევრი. აი თქვენ რომ ახლა ერთ-ერთი გუნდის წევრი აგერ გესრებათ და სხვები. ერთ-ერთია, ხო? ახლა ერთ-ერთია, სხვა რა არის ქართული როგორ ერთ-ერთი ლიდერი. ერთ-ერთი გუნდის ერთ-ერთი წევრი და სხვაები, რომლებიც ყავთ თქვენ, ხო? აი რომ გისმენთ. მე როგორც ერთი გუნდის რიგითი წევრი, როდესაც დაახლოებით გვიან საღამოს დამთავრდა ეს ხდომა, მივიღეთ კაფიო გადაწყვეტილება რომ უხსნით იმუნიტეტს და შემდეგ უკვე თქვენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აღასრულებთ ამას, შევთანხმდით ამაზე. დილას ვრთავთ ტელევიზორს და ვიგებთ რომ გუნდის წევრი მე და სხვები უამრავი და ვიგებთ ამას რომ თქვენ მიდიხართ, აკეთებთ განცხადებას თუ რის გამოთ მიდიხართ და შემდეგ უკვე შეგახსენებთ და ნუ ამას დაადასტურეთ კიდეც და პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს რომ არაერთ თქვენ საჯარო განცხადებაში თქვით რომ შემდეგ უკვე ეს მიზეზის შეცვალეთ რომ რეალურად ეგ კი არ იყო მიზეზი სხვა რამისთვის წავედიო რას თქვენ ბრძანეთ აი მე როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი და სხვა დანარჩენმა ვინც თქვენ და შევთანხმდით და ამ შეთანხმებას დაუჭირეთ მხარი და აღვასრულეთ თქვენის მხრიდან ვიყავით თუ არა როგორც მინიმუმ ხლა არ მინდა სიტყვა ღალატი მაგრამ ნუ არ ვიცი სხვა სიტყვაში თქვენ შემომაშველეთ აი ამის მსხვერპლი რომ თქვენი მხრიდან როგორც მინიმუმ უღირსი საქციელის მსხვერპლი მადლობა დიდი ესე იგი მიუხედავად ამისა რომ ყველაფერში ვეთანხმებით თქვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა მოხდა იმ შეხვედრის შემდგომ და დილამდე ერთი წუთი დავასრულო ხო შეიძლება წარმოდგენა არ გაქვთ ამიტომ თქვენი შეფასებები ხო ჩემთვის მე ამ შეფასებებზე უბრალოდ არ ვფასდები მე და თქვენ
ყველას გულისხმობ. შეიძლება ბევრ რამეზე ვიდავოთ, ჯორჯანა, კიდე ბევრი რაღაცა და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. თქვენ პოზიციას დაიცავთ, მე ჩემ პოზიციას დავიცავ, მაგრამ თქვენ ახლა საუბრობთ ისეთ რაღაცაზე, რომლის მხოლოდ და მხოლოდ 30%-ს ხედავთ. დანარჩენ 70%-ს ვერ ხედავთ და აკეთებთ საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს და ამიტომ ამიტომ ვთვლი რომ ეხლა რაც შეეხება არა როგორც მინიმუმ არასწორი ხარ. ერთი რო გაწყვეტ ერთი ნახეთ არა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ რადიკალურ განცხადებას ვაკეთებთ არ ვიცი სად არის რადიკალიზმი ამ აღწერილობაში არ მაინტერესებს ახლა ეს არა ნახეთ შემდგ რამეს გეუბნები თქვენ რო არ გაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს და მე პირადად მაინტერესებს მაშინ უნდა გვითხრათ ეს ყველაფერი ამაშია საქმე რომ თქვენ ხო შეგეძლოთ რომ გუნდი შეგეკრიბათ როგორც შევკრიბეთ და გვითხრათ კი შემიძლია კი რა ვაპირებდი შეგვეკრიბეთ გუნდისთვის გეთქვათ ამაშია რა თქმა უნდა ვაპირებდი ესე იგი საქმე რაშია გაითვალისწინეთ ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას თქვენი კითხვიდან ყველაზე რელევანტური რა არის ხო ის რასაც თქვენ ახლა მე წამიყენებთ ხო მე რომ ვთქვი გადადგომის დროს რაც ვთქვი მხოლოდ და მხოლოდ გავუფრთხილდი კიდევ ერთხელ ვიმეორებ სახელმწიფოს ინსტიტუტებს და გუნდს სხვას არაფერს და ამის იქით თქვენ თუ გექნებათ კითხვები რომელიც დაადასტურებს იმას რომ თქვენ სიმართლე გაინტერესებთ იქ რაც მოხდა მე რა თქმა უნდა გიპასუხებთ თუ არ გექნებათ ეს კითხვები თქვენ რაც გააკეთეთ ჩემი ამ კომისიაზე დაბარებით მომეცით შესაძლებლობა რომ თავი დავიცვა იმ ბრალდებებისგან რომლებსაც უსამართლოდ იმიტომ კი არა უბრალოდ არ იცით და იმიტომ უსამართლოდ აი წლების განმავლობაში მე უბრალოდ ვითმენდი იმიტომ რომ ვთვლიდი რომ ეს თმენის ვალდებულება მაქვს ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე რომ საქმე არ დავაზიანო მე არაფერი არ გამიკეთებია გადადგომის შემდეგ არც ერთი რამე არც ერთხელ არსად არავისთან არანაირად არ გამომყენებია ის ცოდნები და ინფორმაცია რომელიც მქონდა არასოდეს ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ თუ ამ კითხვებს დასვამთ სამართლიანად კეთილსინდისიერად ნეიტრალურად მე ყველაფერზე გიპასუხებთ და მე აი საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ როგორი მორალური პედესტალიდან შეუძლია შემდგომ ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს. ვცდილობთ კი ბატონო, მოყვებით ეს ხო ხედავთ? კი ბატონო, კი. ეხლა აბა მოდით მაშინ თქვათ, რა ვიცი, სხვა როდისღა შევხვდებით ჩვენ თუმცა მაისში კი შემოხვალთ. არა, მანამდე მე ვფიქრობ დაკითხვებზე დამიბარებთ უკვე აქ რაღაც საქმეები აღმიზარით უკვე და ერთხელ გნახეთ ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით და მე მგონი ჩვენ და სხვაგან თუ დაგვიბარებენ ყველას ერთად ჩვენ ნამდვილად მივალთ მე და სოზარს რაც გვახსოვს ის რომ მოვყვეთ თქვენ შემოგთავაზეთ რომ თუ გულწრფელად მკითხავთ გიპასუხებთო და არ ვიცი როგორ დაგიდასტუროთ რომ გულწრფელად გეკითხავთ ნუ რაღაც კითხვების რაოდენობა შეგიმცირდათ უბრალოდ აგერავართ კი ბატონო მხოლოდ ესე იგი ვადასტურებთ იმას რომ თქვენ აბსოლუტურად ხისტი პოზიცია გქონდათ თქვენ ყველა დეპუტატი დაამშვიდეთ რომ არა მხოლოდ რომ უпростоრად აუცილებლად აღასრულებდით და ეს ერთი კითხვა დეპუტატებში მოიხსნა მეც იქ ვიყავი და მახსოვს თუმცა მაინც გულიეთ ანაღრებოდა ზოგიერთს რომ აი თუ არ აღსრულდეს და რისთვის უხსნით იმუნიტეტს იმიტომ რომ მაშინ აბსოლუტურად სამართლებრივ და კონსტიტუციურ აბსურდში აღმოჩნდებოდა მთელი ეს პროცედურა და ეს ღელვა ბუნებრივი იყო ხოლო მეორე კითხვა გავლილია თუ არა ეს უცხოელ პარტნიორებთან ამაზე თქვენ უპასუხეთ რომ იმათ ვინ ეკითხებათ დასაჭერია და ზარქუა რა შეგვიჭამე ტვინი ბოდიშ ვიხდი გამოთქმისთვის მაგრამ თქვენ ცოტა უფრო უარესად თქვით ეს პრობლემა კი არ არის რომ ვიღაცამ რაღაც სიტყვა გამოიყენოს და ხურულ კარს მიღმა ეგ პრობლემა არ არის სიტყვაზე კი არ გამოგეკიდეთ უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა რომ ეს კიდევ ხაზს უსვამს თუ რამდენად ხისტი იყო თქვენი პოზიცია და ურყევი
მიდასტურებს ჩართული არ აქვს მიკროფონი, მაგრამ მე ვადასტურებ, მკაფიო იყო ჩემი პოზიცია ერთნიშნულად, რომ მოსახსნელია მანდატი დასაკავებელია. ამის მერე მეორე დღეს იკრიბება პარლამენტი, უხსნის იმუნიტეტს, ვინც დეპუტატები იყავით, ქრონოლოგია არ შემეშალოს, შემისწორეთ. კომიტეტზე გადის, პროცედურა როგორც არის, შედეგი დგება ის, რომ გუნდი თქვენ როგორც ლიდერს მოყვებათ. უცბად, უკვე 18-ში გადადექით, ხო სწორად მახსოვს, 18 თებერვალს 18-ში თქვენ ატარებთ დილით ბრიფინგს და ვიგებთ. მე არ ვიცი. არა. შუაში რა ხდება თქვენ არის? კითხვები კი ბატონო, მოკლედ მოგიყვებით, მაშინ შუაში რა ხდება და მე გავაგრძელოთ კითხვებით, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ თქვენ გიჭირთ კითხვების დასმა. იმიტომ რომ არის ასეთი, მაგალითად მე ესეთი კითხვა მაქვს. კი ბატონო, აბა ბრძანეთ. თქვენ უნდა შეხვედროდით ამ შუალედში რომელიღაც ელჩს, რომელმაც გადაგაფიქრებინათ მელიას დაკავება და სხვა გზა აღარ იყო და მიგვატოვეთ და სხვის ჭკუაზე გაიარეთ, მაშინ როცა გვიმტკიცებდით, რომ სუვერენლის სახით. აი ამ ტყუილის ხმა გიჭირდათ ახლა. ტყუილი კი არა, კითხვა მაქვს. მართალია ეს? არა, ეს არ არის მართალი. მაშინ რა მოხდა? კი ბატონო, ახლა გეტყვით რა მოხდა. გავირბენ, რომ საუბრის შესაძლებლობა გქონდეს. ესე იგი, გიდასტურებთ, რომ ჩემი კაფე პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი, მელია მართლა იყო დასაკავებელი. იმიტომ რომ ეს ჟესტი სროლა ეს იყო გამოწვევა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს რა თქმა უნდა იმოქმედა და ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია. ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი მოიქცა ისე, როგორც შემდეგ ამის შემდგომ ჩვენ ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კობახიძე მოვიდა მთხოვა, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა პარლამენტარებთან. და მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ უკვე მივყვებით ოპერატიულად ამ პროცესს. მე დილით სამსახურში მოვედი ჩვეულებრივად როგორც ყოველ დღეს, არანაირი საერთოდ აზრი, არც გადადგომა, საერთოდ არაფერი. ჩვეულებრივად მივყვებოდი დღეს. ეს ყველაფერი დაიწყო, არ მახსოვს ახლა რა დრო იყო, ღამე იყო და დაიწყო რიცხვი რომელი? 17, 18 გამთენია, 17 ეს ღამე, ერთი ღამე იყო რა, დიდი ხანი ხო არ გაწვალებდით, ერთი ღამე იყო, ხო? შესაბამისად, ჩვენ რამოდენიმეჯერ შევიკრიბეთ ამის შემდგომ პარტიაში. იქ სადაც თქვენ არც ერთი არ იყავით. რამოდენიმეჯერ შევიკრიბეთ, აღმასრულებთ სხვადასხვა წარმო, იქ სხვადასხვა აზრი იყო. ზოგი ამბობდა, რომ დავიჭიროთ, ზოგი ამბობდა, რომ არ დავიჭიროთ, ზოგი ამბობდა, არ დავიჭიროთ იმ შემთხვევაში, ახლა ამ პირობებში და ამ გარემოში. ზოგი ამბობდა ხვალ, ზოგი ამბობდა ზეგ, ზოგი ამბობდა დაველოდო, ზოგი ისე სხვადასხვა აზრები არსებობდა რა. სხვადასხვა აზრები არსებობდა. საბოლოო ჯამში ოპერატიული სურათი იყო შემდეგი. ამის ვიდეო დამადასტურებელი ფაქტები არსებობს და აგერ ბატონ ალიკო ძალიან კარგად უნდა იცნობს, იმიტომ რომ ამით მეც მამარაგებდნენ. მე ყოველ საათში მქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმ შენობაში რა ხდებოდა. ის შენობა უკვე გატენილი იყო ჩვეულებრივი ბოევიკებით, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხით, აჭარიდან, რა ქვია, პანკისიდან, იქ იყო უკვე სხვადასხვა ბარიკადები გაკეთებული, იქ იყო გიბის უჯრედები უკვე დაბლოკილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ არაფერი მივყვებოდით ამ პროცესს. ბოევიკი შეიარაღებული? ჯოხებით. და რა კიდევ ბევრი რა იყო იქ კიდე დამატებით. זה იყო და ფიცლებით. ბოევიკი ნიშნავს შეიარაღებულ პირს. მე ბრძოლს რა მნიშვნელობა აქვს? შეიარაღებული. მოძალადეები, კი ბატონო, რა მნიშვნელობა? შეიარაღებული. ცეცხლსა. ჯოხებით. ჯოხებით. საბრძოლველად გამზადებული. იმ ჯოხის უკან რას ამოაძრებდნენ, მე კაცშულმა არიცოდ. ესე იგი, ეს ოპერატიული ინფორმაცია მოდიოდა და ამაზე იყო მსჯელობა, ამიტომ შევიკრიბეთ რამოდენიმეჯერ. საბოლოო ჯამში მიზეზი არც მაშინ შემიცვლია პოზიცია, მაშინაც თuliდი და იმის შემდგომაც ვამბობდი, რომ მელია, რა თქმა უნდა, იყო დასაკავებელი. დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდგომ მელიას ამინისტრირება და გაშვება არ დაგჭირვებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი. და ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ მელია დაგვეჭირა ისე და სამართალი აგვესრულებინა ისე, რომ არანაირი ამინისტიის მოთხოვნის რესურსი უცხოელებისთვის არ დაგვეტოვებინა. ეს იყო მთავარი და ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტი და ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი კრიმინალის დაკავების აქტი. ეს იყო მთავარი. ამასაც თავი რო დავანებოთ. ამ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში
მე გამიჩნდა, აი ხომ მარტივად გიყვებით, მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას. დავაკავოთ ხვალსაღამოს ან ზეგსაღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი, ყოველთვის შევასრულებდი. საუბარი იყო დღეებზე. ამის შემდეგ მე ვუკავშირდები პოლიცსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო, დილით ადრე 8 საათის შემოგთავაზეთ, მე მგონი თუ არ ვწდები, რომ პოლიცსაბჭოს ხდომა ხო არ მოვაწყოთ, რომ როგორ გავაკეთოთ. იმიტომ რომ რეალურად დავინახე, რომ სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა. ამასობაში, რა თქმა უნდა, მე ჩემი კაბინეტის წევრებთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, სუსთან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ ჩემს მიწერილზე, ქალბატონ მათეამ არ მახსოვს ახლა კიდე სხვებმა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ეს ტექსტებიც მახსოვს, როდესაც თქვენ ამბობდით, ცოცხალი მაგალითი ხართ ამის, რომ დღეს ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანით საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. ციტირებ, თუ საჭიროა, თქვენ მოიწერეთ ეს, თუ საჭიროა, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ. დღესაც მივანიჭებდი დიდი სიამოვნებით, გეთახმებით, აბსოლუტურად ვასრულებთ. ეს მე ვთქვი, სანამ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ. არა, ეს თქვენ თქვით იმ საღამოს. არა. რაც შეეხება თქვენს მოწერილს პოლიტიკური საბჭოს მეც ხომ აქვს ამის უფლება. სხდომას რო იწევდით და ითხოვდით. მე მახსოვს რომ ამას ითხოვდით. და ეს არ დაკმაყოფილდა. ხო, აი ხლა მოგიყვებით. ამის შემდეგ ყველა ბევრი პოლიცსაბჭოს და მთავრობის წევრებიც ბევრი. მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე. ყველა ამბობდა, რომ კი ალბათ ასე ჯობია, ამიტომ ახლა შევიკრიბოთ დილით, მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც როგორც თქვენ ბრძანებთ, ქალბატონ თავმჯდომარე მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი, აბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მარტივი რამ მოხდა პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა. ჩემი გადადგომა იყო გამოწვეული იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც და მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის აღარ ჭირდებოდა. მე თუ გამოვედი და ვთქვი, რომ ამაზე ვერ შევთანხმდი, დავიცავი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გუნდი და სახელმწიფოს ინტერესები. დღეს გეუბნებით, რომ მე არ გადავმდგარ ვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია. იმიტომ რომ მაშინ ისევე გულწრფელად თითოეულ თქვენგანს ვეთანხმებოდი, რომ ეს გასაკეთებელი იყო. მე გადავდექი უბრალოდ იმის გამო, რომ მთავრობას, რომელზეც ადამიანმა ხალხსაც დაპირდა ქვეყანაში, მეც დამპირდა, ხელიც ჩამომართვა და იმის მაგივრად, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ აიღო და გააკეთა. მე უბრალოდ ჩავთვალე, რომ ესეთი პრემიერი არც არავის აღარ ჭირდებოდა და გამოვედი გავაკეთე ის რაც გავაკეთე. ეხლა ამის შემდეგ თუ რაიმე კითხვები გაქვთ და იმ საკითხს ქალბატონო თეა ამ კომისიას რომელსაც თქვენ ამბობთ, ეხლა კიდე ბოლო რამეს ვიტყვი. მაშინ დავინახე პირველად და მაშინ გავავლე პარალელი იმასთან, რა შეიძლება მომხდარიყო 20 ივნის. იმიტომ რომ თუ დღეს ასე მარტივად
ასე მარტივად მიმდინარე ღონისძიების დროს არანაირი პრობლემა არ იყო პრემიერის გვერდის ავლით აი ესე ძალოვანი სტრუქტურების და გასამხედროებული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა, გამოყვანა და მათი მოძრაობა არაფერი უკვე გამორიცხული არ არის. მაშინ მე ეს არც დამიშვია. და აი ამიტომ ვიღებდი ყოველთვის ყველაფერს ჩემ თავზე და დღეს გონივრული ეჭვი გამიჩნდა, იმიტომ რომ 21 წლის 18 თებერვალს რაც მოხდა, იმას მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი დაასაბუთებს. მადლობა. არ ვიცი, რამდენ ხანს ფიქრობდით ამ ახსნაზე 4 წელი? მაინც ვერ გავიგე. ესე იგი, კითხვას დავსვავ. მე ვფიქრობ, რომ მე უფრო მკაფიო ვერ ვიქნებოდი და თუ ვერ გაიგეთ, აგერ ახლა კითხვები დასვით. ხო, ვერ გავიგე. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ხართ მყარად ისევ თქვენს პოზიციაში, რომ პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფოს სახეში ესროლა სამაჯური და მყარად ხართ პოზიციაში, რომ სამართლებრივად და პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხითაც ის დასაკავებელია. და ხართ მიღებული გადაწყვეტილების აღმასრულებელი და ეჭვი არ გეპარებათ, რომ ეს აღსასრულებელია როგორც პრემიერ-მინისტრს. თქვენ ამბობთ, რომ თითქოს გაგიჩნდათ განცდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ აპირებდა თქვენს დამორჩილებას და ფეხს ითრევდა, ამას ამბობთ? არა, მე მამას კი არ ვამბობ. აბა. ერთი წუთით. მეგობრებო, მე ამას კი არ ვამბობ. მე ამას ფაქტებით დაგიდასტურებთ. ხო და დაგვიდასტურებთ. გიდასტურებთ ხა, მე თქვენ გამოძიება ხართ? აბა რა ვართ? არა. ლოგიკა, უყურეთ. იმიტომ რომ ფაქტი რა არის, ნახეთ, სანამ მიპასუხებთ ამასაც გეტყვით, ბარემ უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ, რისი თქმა მინდა. ფაქტი ის არის, რომ თქვენ როგორც კი გახვედით სცენიდან, მაშინვე დააკავა შინაგან საქმეთა მინისტრმა მელია. თავის ეგრეთ წოდებული ჯოხებიანი ბოევიკები არის და ამიტომ კი ბატონო, ლოგიკას გეტყვით, რა როგორ არ ჭირდება? ის ფეხს ითრევდა. რა მარტივად ლოგიკაში გეწყინათ და არა, მე არაფერი არ მეწყინა. მე რომელი მაწყინა რა ახლა მე ვნახეთ, მე არაფერი არ მეწყინა. აბა რა მოხდა? მარტივი რამე მოხდა, თქვენ სხვაგან მიყავთ, მე სხვა რამეს გეუბნები, თქვენ სხვაგან მიყავთ. თქვენ სხვაგან მიყავთ. შეხედეთ, არ მიმყავს ფაქტს ვიცი. არა, თუ ის ფეხს ითრევდა, რაში ითრევდა ფეხს? დაკავებაში. მე არ მithქვამს, რომ აბა ვნახოთ რა წერია ჯადოსნურ. მე ის არ მithქვამს, რომ დაკავებაში ფეხს ითრევდა. მე ის არ მithქვამს, პირიქით იმას მე რო ვეუბნებოდი, რომ ჯერ გავაკეთოთ პოლიცსაბჭოს ხდომა და შემდგომ არა იმას იქიდან იღებდა დავალებას, რომ მიდი ახლა შევარდიო. ეს იყო. თქვენ ითრევდით ფეხს. მე კი არ ვითრევდი. თქვენ ითრევდით. რა თქმა უნდა, პენიტენციარული დაწესებულების ნომერი მივანიჭოთო და ერთი თვის მერე რომ დავიჭიროთ, რა თქმა უნდა. დეპუტატი ვარ მე ამ დროს. თქვენ მაშინ პოლიცსაბჭოს წევრი იყავით. რა შუაშია ჩემთან პენიტენციური? ამ დროს გადასაწყვეტი რატო არის კრიმინალის დაკავება არ დაკავება? 2000 შინაგან საქმეთა სამინისტრო ხავს ქვეყანას და პრემიერ-მინისტრი. პოლიცსაბჭო რა შუაშია ადამიანის დაკავება? შემდეგ რაც მოუხსენით იმუნიტეტი. ჩვენი მოვალეობა იყო იმუნიტეტი მოგვეცდა. ბატონოს დამშვიდით. ერთი წუთით. ხო შეიძლება რომ. მოდით, ნუ აიბლანდებით. მე 2021 წლის თებერვალში ვართ, ხო ესე რაღაცა სხვა წელთაღრიცხვაში ხო არა ვართ. 2021 წლის 18 თებერვალს მე ვხემძღვანელობ პარლამენტში განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის კომიტეტს. რა შუაშია? წევრი ხართ. ხო და პენიტენციური რა შუაშია? კი, როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ეს აზრი გამოთქვით, რამიშვალ მე კი არ მithქვამს, რომ თქვენი აზრი იყო ეს. ანუ კომიტეტში ვარ დეპუტატი და ვიხუმრე, რომ თუ ვერ აკავებ მეთქი, იმას მივანიჭოთ ციხის ნომერი თქო. არ გიხუმრიათ, ეს საკმაოდ სერიოზული დისკუსია იყო. დეპუტატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. პოლიცსაბჭოს წევრი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ბრალი ყოფილა, რომ თქვენ ფეხი აითრიეთ და ვერ აკავებდით მელიას? არის.
ნუ დაიბნევით ახლა ძალიან გთხოვთ რა. ქავტან თქვენ შეიძლება თქვათ ასეთი დაბნევაც არ ივარგებს ახლა გითხარით რა არის მომხდარი გომელაური ფეხს არ ითრევდაო გასაგებია თქვენ გინდოდათ პოლიცსაბჭოს ჩანიშნა ჩატში მოიწერეთ მოდი შევხვდეთო რა გინდოდათ პოლიცსაბჭოს ჩატში მოიწერეთ პოლიცსაბჭოს დიახ მაგას ვამბობ მანდ მიმდინარეობდა დავა ეხლა შემდეგ მაგრამ იქ თქვენ არ მოიწერეთ რა გაწუხებდათ შეხვედრას ითხოვდით გახსოვთ ხო ხედავთ მახსოვს კი რომ თქვენ რა მოიწერეთ ის ხო გახსოვთ მე ვერ დავესწრებოდი იმ დროს მაქვს კოვიდი მაგრამ ჩატში ვიყავი აქტიური დიახ ესე იგი კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეხლა ეს თავდაცვა რომელსაც თქვენ ახორციელებთ არ აქვს აზრი თავდაცვა თუ თავდასხმა თავდაცვა თქვენ ახლა თავს იცავთ მარტივი მიზეზის გამო გაითვალისწინეთ გეუბნებით რომ მე ამ დროს ვარ დეპუტატი და არ ვარ იუსტიციის მინისტრი გავიგე მესმის რასაც პასუხობ არ გაბრალებთ დააკავეთ და არ დააკავეთ ვიღაცის დავალებით მელია არ ვის შეხვდით და ვინ გითხრათ რომ არ ღირდა მელიას დაკავება ესე იგი კიდევ ერთხელ გიმეორებთ მელიას დაკავებასთან არის ერთადერთი პრობლემა პრობლემა მდგომარეობს ის რომ თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით რომ შემდგომ გაშვება მოგიწიათ და მელია იმის მაგივრად რომ დღეს იხდიდეს სასჯელს არის გარეთ ჩემი ამოცანა იყო დამასრულებინეთ რატომ არ დააკავეთ მელია გომელაური იყო მზად მოქმედებისთვის გიხსნით იმიტომ რომ მელია უნდა დაკავებულიყო ისე რომ ეხლა გარეთ კი არ უნდა იყოს ციხეში და თქვენი მაშინ წინასწარ ხო არ იცოდით რა რომ მელია გარეთ იქნებოდა იცოდით წინასწარ თუ მელია დაკავებული იქნებოდა უხეშად ისე როგორც დააკავეს რა თქმა უნდა წარმოდგენა მქონდა რომ იქნებოდა გარეთ მელია უნდა დაკავებულიყო ისე რომ ისი ნაზად კი არა ისე რომ ამინისტიის საკითხი არ დამდგარიყო და მისი სოციალების საკითხი არ დამდგარიყო ეს არის მთავარი რისიც თქვენ არ გძგინდათ ეხლა რა შეეხება მელიას რა შუაშია მელია რა შუაშია მე კიდევ ერთხელ გეუბნები თქვენ ბრიფინგზე გამოხვედით და მელიას დაკავდა ეს თქვენ დაგიცავით რა თქმა უნდა და სახელმწიფო დავიცავი რომ უხეშად მემართა კულტურის კომიტეტი დავიცავით ამით არა ის რო არ მეთქვა ანუ ტყვილი თქვით ბრიფინგზე მე ბრიფინგზე მოვიყვანე მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი და არა რეალური შინაარსი მიზეზი იყო მარტივი მიზეზი არ აკავებდით და გომელაურს არ აძლევდით მოქმედების არაფერ შუაში არ არის გომელაური სად შეკავთ ხა გომელაური იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მე რა გომელაური რა გინდათ ამ გომელაურსა თავის გაჭირვება ყავს გაანებით ამ გომელაურს თავი რა მან და არ ყოფილა გომელაური მან საკითხი იყო ის რომ თქვენს მელიას დაკავება შესულოდა მიტინგებიც ისე აღკვეთა რომ არ დაუზიანებია ადამიანებს ესე იგი გადადგომის მიზეზი იყო ის რომ ადამიანი რომელმაც თქვა დაპირდა ქვეყანას დაპირდა გუნდს რომ სრულად და ყოცამუდამოდ მიდიოდა პოლიტიკიდან სრულად შემოვიდა პროცესში და მართა ეს პროცესი ისე თითოეულ თქვენგანს გადაწყვეტილებაზე მე არ ვამბობ კონკრეტულად თქვენზე გუნდზე იმოქმედა ეს იყო და ეს მე მაშინ ამის გამო მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც მივიღე ამის შემდეგ ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს საკითხი დატოვოთ ამ კომისიის გამოძიებაში შეგიძლიათ ამოიღოთ როგორც გადაწყვეტთ სათქმელიმე კონკრეტული გითხარით და თუ რეალური კითხვა გაქვთ და ამისთვის რეალური კითხვა და რაღაცებს რეალური კითხვა ნუ მელაპარაკებით ახლა რაღაც რეალური კითხვა არის ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხომ არ შეხვდით რომელიღაც უცხოელს დიპლომატს რომელმაც გუნდის წინააღმდეგ და საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ მე გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიმაღებინებს მაგალითად ისეთ უცხოელებს რომლებმაც შემდეგ მელიას გირაოს ფული შეუგროვეს და გადაუხადეს არავის ჩემს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება არ მოუხდენია ჩემს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოახდინა არა თქვენ შეგეშინდათ მე რა შემეშინდათ მე შემეშინდა და შეტყვით ხლარისით მან ვისი და ბიზნესი რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ რომ ეხლა გაჩუნდითო რა და მიაყენეთ ერთი ადგილიო და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთ ამის შეგეშინდათ მეტი არაფრის არ შეგეშინდათ და ეს რო დავინახე ამიტომ გადავდექი რა თქმა უნდა
თორე უმრავლესობა თქვენი ჩემ პოზიციაზე იყო და მეთანხმებოდით. და ეხლა ესე იგი ბატონო ძალიან საინტერესო ამბებს ვისმენთ რომ არ იყოს ეს ერთი ჩვეულებრივი ბრინჯივით დაბნეულობა თქვენი მხრიდან. ესე იგი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ დაგვირეკა ჩვენში ვიზგულისხმობთ პოლიცაბჭოს წევრებს თუ შინაგან საქმეთა მინისტრს ვის წარმოადგენა არ მაქვს იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ზუსტად დაურეკა შინაგან საქმეთა მინისტრს ზუსტად დაურეკა რომ მე არ ვიცი ხა თქვენ ხო არ იცით მე ივანიშვილთან რა ურთიერთობა მქონდა თქვენ რა ურთიერთობა გაქვს მე არ ვიცი ესე იგი პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მე პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მქონდა ძალიან დიდ პატივისცემაზე დაფუძნებული შესაბამისად შეგვაშინა და გვითხრა რა როცა გვაშინებდა რა გვითხრა მე არ ვიცი წარმოადგენა რა მაქვს ფაქტია რომ რაღაც მომენტში არ მახსოვს ეხა დრო 8 საათი იქნებოდა თუ 8 ნახევარი სულ ყველა გაქრით პოლიცაბჭოს მოწვევის ნაწილში სულ ყველა ის ადამიანი რომელსაც ჰქონდა პოზიცია რომ უნდა შევკრიბოთ პოლიცაბჭო არაფერში აღარ გჭირდებოდათ თქვენ გქონდათ პოლიცაბჭოს მხრიდან და უმრავლესობის მხრიდან დავალება მიღებული თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე მოუხსენით იმუნიტეტიო მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი მათ შორის მეც მოუხსენით ეს იმუნიტეტი და თქვენ მერე აღარ აღასრულეთ ეს გადაწყვეტილება რა საბჭოს მოწვევას ითხოვდით გაუგებარია და რაში უნდა დავეშინებინეთ უკვე მოხსნილი ქონდა იმუნიტეტი ჩვენ ხო მივაჭირეთ ღილაკს და მოუხსენეთ იმუნიტეტი რა არის მარტივია რატო გამოთქვამდით აზრს მაშინ თქვენ კონკრეტულად რომ ეხლა ჯობია რომ არ დავაკავოთ და დავაკავოთ ერთი თვის შემდეგ რატო გამოთქვამდით სხვა დეპუტატების მსგავსად სვამდი კითხვებს მაგრამ მეც და ყველა მოვუხსენით იმუნიტეტი. ესე იგი გამოთქვამდით ამ აზრს. მანამდე კი მანამდე არა იმ ღამეს. იმუნიტეტი მოვუხსენით და თქვენ არ აღასრულეთ. ქალბატონ თავმჯდომარე, ერთ რამეს გეტყვით. და ეს არ იყო ჩემი აზრი მხოლოდ. ქალბატონ თავმჯდომარე. არა, თქვენ რომ ეხლა უნდა დამასრულებინებთ. ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი. არა, მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს დააბრალეთ, რომ თქვენ რაღაცა გადაგაფიქრებინათ გარედან. მელი არ დააკაო და გაგიყვანათ ოპოზიციაში, ეს არის მომხდარი. ესე იგი, შეიძლება გაგიყვანეს ოპოზიციაში და ნუ გწვენიათ აღიარეთ ეს. ესე იგი, იმ ღამეს პოლიცაბჭოს ბევრი წევრი, თქვენც მათ შორის. თუ გამოძიებამი დაინტერესდება, სულ ყველას გეტყვით. თქვენც მათ შორის იღავით კატეგორიული წინააღმდეგი იმ ფორმით და იმ ღამით მელიას დაკავების. ამის შემდგომ და ამის საფუძველზე გაჩნდა იდეა პოლიცაბჭოს მოწვევის. ამის შემდგომ ეს არ არის ასე, ბატონო გიორგი. ეს არ არის ასე. წეღან თქვით რომ სადღაც შევიკრიბეთო, ვიღაცებს ველაპარაკეთო. თქვენო იქ არიყავითო და ეხლა აღმოჩნდა რომ მეც იქ ყოფილვარ და ბევრი სხვაც. ჩვენგან რა სითხოვდით მეც პრემიერ-მინისტრი კაცი რომ მივაჭირეთ ხელი და მოვუხსენით მელიას იმუნიტეტი რის გარეშეც თქვენ ქმედებაზე ვერ გადახვიდოდით ეს ქმედების შესახებ ჩვენგან გადაწყვეტილება მიიღეთ 16 თებერვალს 18-ში დილით თქვენ მიგვიჯახუნეთ კარი და გადადეკით და თქვით სასაცილო არგუმენტი რომ მელიას დაჭერა პოლარიზაციას გამოიწვევს ქვეყანაშიო და წახვედით და აღმოჩნდით ოპოზიციაში 16-დან 18-ის დილამდე პრემიერ-მინისტრ კაცს რომელიც ყველა ინტერვიუში ტრაბახობთ რომ მე ვიყავი ერთადერთი პრემიერიო ვისაც ივანიშვილი ვერაფრის დავალებას ვერ უბედავდაო მე ეს არ მithქვს ეხა უტრირებთ თქვენ რას ბრძანებთ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ეს გაქვთ ნათქვამი ერთადერთი პრემიერი ვარო ვისაც ივანიშვილი დავალებების მიცემაზე თავის ჭკუაზე ტარებას ვერ უბედავდაო ხო რაღაცნაირად ჩამოყალიბდით რომ ლიდერობა გინდათ გასაგებია ილიდერეთ მობძანით პარლამენტში დასხედით ქალბატონთეა ასე რთულია სიმართლის მოსმენა რა არის სიმართლის მოსმენა ასე რთულია ვის შეხვდით და ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და მიატოვეთ გუნდი ვიპასუხეთ ამაზე რომ ეს არის სულელური შეკითხვა არავინ და თუ გაინტერესეთ სიმართლის მოსმენა თუ გინდათ აგერავარ და პასუხობთ სიმართლეს რომ იგებთ მე ემოციურად იძაბებით რა გინდათ სულელურ
რა არია გაუგებარი, გეუბნებით რომ გაუგებარი, იმიტომ რომ აიბლანდეთ. სულელურ შეკითხვებს სვამთ სულელები, ამიტომ მადლობა კომპლიმენტისთვის. მე არა მაქვს პრობლემა. ყველა ხედავს თქვენ რა დღეშიც ჩაიგდეთ თავი. ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და დაგაპირისპირათ ქართული ოცნების გუნდთან. აი ეს რომ არ მითხრათ, ვერ გადავრჩები. ივანიშვილმა ოპოზიციაში გაგიყვანათ ივანიშვილმა. რა თქმა უნდა. არ გწვენია თავის. არა, არ მწვენია. ივანიშვილმა რა თქმა უნდა. ივანიშვილმა გითხრათ რომ აღარ დაიჭირო მელიაო? ივანიშვილმა მაშინ როდესაც ძალიან ძიმე დღეში. მაშინ როდეს რა? ძალიან ძიმე დღეში. ნუ ღელავთ ჩემზე. ჩემზე ნუ ღელავთ. ივანიშვილმა მაშინ როდესაც მთელ საქართველოს თითოეული გუნდის წევრს და თქვენს ხშირად იყავით ამ შეხვედრების მოწმე. დაპირდა რომ მე მივდივარ და გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა 18 თებერვალს ყველანაირი მიზეზის გარეშე პირდაპირი კავშირით ძალოვან უწყებებთან კიდე ბევრთან სხვასთან შემოვიდა პროცესში და მართა ეს პროცესი ისე რომ მივიღეთ ის შედეგი საბოლოო ჯამში იმიტომ რომ არასწორ ფაქტორებს და ინფორმაციას ეხსნება. მივიღეთ ის შედეგი რომ მელია დააკავეთ 6 დღის შემდეგ და საბოლოო ჯამში 3 თვეში თუ 4 თვეში გამოუშვით გარეთ. ეს არის ფაქტები. ამ ფაქტების მიღმა სხვა ყველაფერი თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ არის ლირიკა. ეხლა გავაგრძელოთ ლირიკა და ბელეტრისტიკა. ივანიშვილმა გაგიყვანათ ოპოზიციაში, ხსნით ასე, რომ მან თავისი ქმედებებით გაიძულათ, რომ გუნდიდან გასულიყავით, იმიტომ რომ თქვენ არ მოგეწონათ, რომ თქვენგან განსხვავებით ივანიშვილი და მთელი გუნდი დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც თქვენც იყავით, რომ მელია იმსახურებდა დაკავებას. როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვენგან განსხვავებით ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით. ეხლა კითხვა. გაანებეთ ვახოს თავი, ნურევთ ვახოს ამაში რა. გაანებეთ თავი რა, აგინდათ ამ შინაგან საქმეთა მინისტრის შინაგან საქმეთა, გაანებეთ თავი რა. ესე იგი თქვენ მე მგონი წითელი ჯვარი ხართ თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი არ ვიცი, ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ პრომაღალ კვალიფიციურად. ხან ჩემზე ზრუნავდით და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყილს იძახდით, რომ ვითომ მელიას დაკავება პოლარიზაციას გამოიწვევს. ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია თქვენი წასვლა. და თქვენ არ იცოდით. რა? არ იცოდით. არა, მე თქვენ დაგირეკეთ, ბრიფინგი როგორც კი დასრულდა, ამ დროს ჯერ კიდევ პანდემია, მე ვარ კოვიდით ავად, დასრულდა თუ არა ტელევიზიაში თქვენი ბრიფინგი, საიდანაც გავიგე რომ თქვენ გადადექით, ამ დროს შეგახსენებთ მე პენიტენციურ საქმეზე გავაგრძელოთ ამ ლირიკას მართლა დავანებოთ თავი. კი ბატონო, აბა საქმე. საქმეა. კომიტეტის თავმჯდომარე გირეკავთ და გეკითხებით რა შვებით. და თქვენ მითხარით რომ ნუ აღარ გამოვიდოდა რა და არ მიხსნით რა. გეთქვათ მაინც მეთქი წინასწარ ეს ხო გითხარით რომ მიდიოდით და რატო უნდა მეთქვა შენ ჩემი ვიცე-პრემიერი აღარ იყავი ეს მიპასუხეთ და ასე დარჩა კრება მხიარული. ეხლა გისვავთ კითხვებს ამდენი წლის მერე. შეხვდით თუ არა რომელიმე ქვეყნის ელჩს იმ შუალედში იმუნიტეტი რაც ჩვენ მოვუხსენით და თქვენ გამოგყევით პროცედურაში სწორ და სამართლებრივ პროცედურაში და თქვენი გადადგომის ბრიფინგ შორის რომელ ელჩს შეხვდით და ვინ გირჩიათ რომ გასულიყავით ოპოზიციაში. მე ყოველ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებოდი მათ შუბის ელჩებსაც და უაცხოველებთ. სამსახური მქონდა ასეთი. იმ შუალედშიც შეხვდით. მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ შუალედში უცხოელებს და ელჩებს ყველა ელაპარაკებოდა. მარტო მე კი არა. პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერი, რა, ყველა ელაპარაკებოდა. რომელმა გირჩიათ რომ არ დაგეჭირათ მელია და გასულიყავით ოპოზიციაში. ეხლა თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციას. თავიდან ბოლომდე. ხო და თქვენ გავრცელეთ ინფორმაციას. კი ბატონო, არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია, რომც ერჩია მე ყოველთვის. ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია. ბოდიშით და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის
ჩემ გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა არ დარღვევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ესე იგი, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს აყენებდით, რამაც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ხუთი საგუშაგოს განთავსება გამოიწვია, მაშინ უცხოელების ას არ ითვალისწინებდით თვითონ გადადექით უცხოელების დაკვეთით არ გადამდგარ ხართ, რაც მე მგონია რომ ასე უნდა ყოფილიყო და გაგიყვანეს ოპოზიციაში ბატონო გიორგი არგუმენტი არა გაქვთ მაშინ ოპოზიციაში გამიყვანა ივანიშვილმა რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია აბსოლუტურად ყველა შეთანხმება დაარღვია და თქვენ თუ ცდილობთ ამ საქმეში კიდევ ვეკითხებით არ გპასუხობთ მე კაცო რა შუაში ელჩები კაცო შენ ივანიშვილზე მკითხეთ მელიაზე გელაპარაკეთ ივანიშვილზე მკითხეთ კაცო ელჩებზე რატომ ეკითხებით გეუბნებით რომ ფაქტორი არ ყოფილა მეთქი კიდევ ერთხელ გეუბნებით აგერ მკაფიოდ გეუბნებით რომ იმიტომ რომ ყველა შეთანხმება დაარღვია ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა ამის შემდგომ ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ თუ გინდათ მე პრობლემა არ მაქვს მოყვებით ბოლომდე რა სიმუქრებით არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით გინდა გამოდით არც აქანე მიგიღებენ არც იქანე მიგიღებენ ასე ერთ ჩემზე ნუღელავთ კაბოტანთია თქვენზე მე აღარ ვღელავ ჩემზე ნუღელავთ მე თქვენზე ვღელავ მე თქვენზე ვღელავ ნუ იღელვებთ რა მომენტში თქვენ გადადექით იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა ეს ჩემი პირადი აზრია ბატონი თენგიზი ეხ მე მაშინ არ ვიყავი პარლამენტის წევრი შესაბამისად პოლიტსაბჭოსი ახლა ვინაც ვიტყვით აქ